ქალის მხრიდან დანახული მაინც სხვანაირი არის ეს ყველაფერი და ძნელი არ დაეთანხმო ახლა ამ ქალბატონს, რომელიც ბრძანებს, რომ დიახ, ახალგაზრდები, რომლებიც იქნა გამოყენებული ამ აქციებზე და ამ უბედურებაში და საერთოდ ვინც არიან ეს ჩართული აი ურჯულო აქტივობები რაც არის, ნამდვილად ყველას გააჩნიათ სულიერი დეფიციტი. სულიერი დეფიციტი გააჩნიათ და კატასტროფული პრობლემები გააჩნიათ ოჯახში. მე ვიცი ოჯახი, სადაც მამა ყველა ომის მონაწილე არის, დაწყებული 92 წლიდან დამთავრებული 2008 წლით და შვილი ესე იგი დარბის აქციებზე და მამას ეძახის რუსეთუმეს. რუსეთუმე ხარ. რადგანაც შიგევროპული, აი ტრაგედია, კოლაფსია. ეს იდეოლოგიური კოლაფსი მომავალ თაობებში ვინც არიან, რომელიც მამას, რომელიც ცოცხალი მაგალითი არის სამშობლოს პატრიოტიზმის და სიყვარულის, გაჭრილიცა, ეუბნება შვილი ეძახის, რომ რუსეთუმე ხარ. დიახ, ეს გამოიწვია ზუსტად ამ იდეოლოგიურმა აყროლებამ, რომელიც 30 წელიწადია ჯერ შევარდნაძის და მე ნაცქოცური იმით მოდის. ამას თავისი პრობლემებიც მოყვება ისედაც 21 საუკუნის, რომელიც სხვათაშორის ტექნოლოგიურ პროგრესთან არის დაკავშირებული. ჯერ კიდე თავის დროზე ალბერტ აინშტაინმა თქვა, რომ მოვა დრო, როდესაც ტექნოლოგიებიო ადამიანურ ურთიერთობებს გაასწრებსო და იმდროინდელ მაგენიოსმა ჯერ კიდე მაშინ მიხვდა და იმდროინდელი ახალგაზრდობა მეცოდება სოფლიოს იდიოტი თაობა ეყოლებო. ამის მაგალითი არის ისიც მაგალითად სამხრეთ კორეა, რომელიც ტექნიკურად განვითარებული ქვეყანა არის, მაგრამ დემოგრაფიული კოლაფსი აქვს, რადგან ადამიანური ურთიერთობები მკვდარია იქ. ბევრი რაღაც. კალინინგრადის ოლქს მნიშვნელობა აქვს და ყველაზე მეტი ნუკლეინიზირებული, ანუ ბირთვული იარაღით გავსებული ტერიტორია. ლერის საქმე იმაში არის, რომ ამათ გონიათ, რომ ისინი არასდროს არ გასამართლდებიან ისევე როგორც ნაცები. რა მნიშვნელობა აქვს ქალბატონო, მე საქართველოში არ ვიმყოფები საფრანგეთში. რა მოხდა მე? რომ ვიმყოფები საფრანგეთში. არ მიდგომება ჩემ ქვეყანაში. აქ მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩემ აზრს თავისუფალ არ საფრანგეთიდან ვიტყვი, საქართველოსიდან ვიტყვი, პოლონეთიდან ვიტყვი, საიდან ვიტყვი. თუ რადგანაც არ შეიძლება მაგ მხრივ არ მეუბნებით, მაგრამ რადგანაც ევროპაში ვარ, მეც ვიძახო, რომ სიყვარული არის სიყვარული და არსებობს 65 გენდერი და სლავა უკრაინე და მიავიცერით თქვენთვის და თქვენ აიცერით ჩემთვის, ასე ხო არ ვილაპარაკებ. გაიხარე ძმაო, მე კარგად ვარ, კარგად შვიდობა მოგწეს მოდი. კარგია, ასეთი დადებით ემოციებს ვიწვევ შენში. ხანდახან იუმორით უნდა შეხედო ამ ყველაფერს, თორე გაგიჟდები. აი, ადამიანურად გეტყვი. მე არ ვახსენებ ამ არსებას, ნამდვილად არ ვახსენებ კიდე ერთხელ. როგორ დამთავრდა, როგორ უნდა დამთავრებულიყო ჩემ და სექტანტ თეოფილე მალაფიასთან, ბატონ რეზო ბაქრაძესთან ურთიერთობა. საჩივარს წერენ, არ ვიცი, ამდენი ხანია კოლექტიურ საჩივარს წერს მაგათი სექტა. ჩემი აქედან ევროპიდან გამოდეპორტების თაობაზე. ასე წყურია ბატონ თეოფილეს ბოზობა, ჩათლახობა, ნაძირლობა, რომ ქართველი შემიძლიაო დაუღუპო და ველოდები, რომ დამიწეროს დიდი საჩივარი და მისამართსაც მისცემ ჩააბაროს საფრანგეთის საიმიგრაციო სამსახურს, რომ მაგან და მისმა დანარჩენმა დაქლავებულმა სექტამ რამენაირად მაგათი საჩივრის საფუძველზე გადამადეპორტონ და რაღაცნაირად გადავრჩები. რაღაცნაირად გადავირჩენ თავს და თან დიდ მოწამე ქრისტიანი არის. და აი ეს დებილი ხალხი, რომელიც დაშტერებული ყავს და უსმენს ამას ხალხო ყველაფერს აქვს თავისი ამოსავალი ის აქვს რა.